თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე რემონტის დაფინანსებას ხელისუფლება გააგრძელებს. რემონტი თბილისის ოპერის შენობაში შეჩერდა, ვინაიდან როგორც საქმის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, მათი ანგარიშები ბიძინა ივანიშვილთან კავშირის გამო დაყადაღებულია. განცხადება დაფინანსების შესახებ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა. მისი განცხადებით ოპერის თეატრში სამუშაოების დასრულებასთან ერთად ხელისუფლება ხელახლა გაარემონტებს რუსთაველის სახელობის თეატრსაც, სადაც სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული. იმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი და ოპერა პოლიტიკური ანგარიშწორების შურიძიების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ასეა, არ არის პრობლემა. ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს ისე როგორც გააკეთა ბათუმის ოპერა, ქუთაისის ოპერა, ყველა ის რემონტი, რომელიც გააკეთა სამწუხაროდ ამ ადამიანმა თავიდან სარემონტოა, მაგალითად რუსთაველის თეატრი, რომელიც ასევე იყო გარემონტებული ერთ-ერთი მისი კომპანიის მიერ და ნახევარი მისი დღეს საფუძველი გაირკვა, რომ არ გაამაგრეს აბსოლუტურად აუხსნელი მიწესის გამო და ფაქტურად ავარიულ მდგომარეობაშია რუსთაველის თეატრი.